მოგესალმებით მეგობრებო, საკუთარ თავზე მუშაობის ტექნიკებზე მინდა დღეს გესაუბროთ, თუმცა თეორიაშიც აგიხსნით, რას ნიშნავს საკუთარ თავთან მუშაობა. ხშირად არის ხოლმე რომ მეუბნებიან, რომ აი უამრავი ინფორმაცია აქვთ ასტროლოგიურადაც, თქვათ, სხვადასხვა უამრავ ვიდეოებს უსმენენ, მაგრამ ვერაფერს ვერ ცვლიან, ვერ ცვლიან იმას, რაც აწუხებთ შიგნით, მაგალითად, ხო? შეიძლება კონტენტ განცდა, რომ აი რაღაც უნდა ცხოვრებაში და იმას ვერ აღწევენ, ან საკუთარ თავს ვერ ერევიან, ხო? ნუ ცხოვრებისეული მოვლენები, რომელიც ყველას გვაქვს და მეც მაქვს მაგალითად, მაგრამ არსებობს ამ სხვა შეგრძნებებთან კონტაქტის ძალიან კარგი მეთოდები. სხვადასხვა ტექნიკები არსებობს და რამდენიმეს შემოგთავაზებთ, უბრალოდ ჯერ სტრუქტურა მინდა აგიხსნათ, რა ხდება, როდესაც ჩვენ კოგნიტურად ღებულობთ ინფორმაციებს, უამრავ ვიდეოს უსმენთ, მაგალითად, ასტროლოგიაშიც ვერ ყვევით სიტყვაზე, სხვადასხვა მეთოდოლოგიებში ვერ ყვევით, მაგრამ ვერ ვცვლით ცხოვრებას, ხო? გვინდა რაღაცის შეცვლა, გაუმჯობესება გვინდა, ხო? და შეცვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც შეიძლება ძალიან უკმაყოფილო ვიყოთ ჩვენი თავით. ეს არის განვითარების ფაზა. აუცილებელია წინ ვიაროთ მუდმივად, ყველაფერი იცვლება. ჩვენც უნდა ვიცვლებოდეთ. ახლა ჩვენ მაინც ვიცვლებით ასე თუ ისე, თუმცა არის რაღაცეები, რომელიც შეიძლება წარსულში ვიყოთ ჩარჩენილი რაღაც ფრაგმენტში, რაღაც ემოციაში, ხო? და როგორ შეგვიძლია ამის იდენტიფიკაცია, აი ამ წარსული ენერგიის მაგალითად და დავინახოთ ის, რა ცხოვრობს არაცნობიერში. აი ახლა ერთს გეტყვით, რომ ჩვენ რაც ვართ, გარედან ცნობიერი ნაწილით, ხო? საერთოდ სხვა ცხოვრება აქვს არაცნობიერი, საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობს, იქ დროც სხვანაირად გადის. შეიძლება აი თუ კარმული ასტროლოგიით შევხედავთ, საუკუნეები მიდიოდეს, მაგალითად, ერთი ემოცია, გავიჭედოთ ერთ ემოციაში. კარმული ასტროლოგია ამას ამბობს, მაგალითად, როცა იქ სატურნი ლილიტის ღერძზე ვლაპარაკობთ, კარმული კვანძების ღერძზე ვლაპარაკობთ, შეიძლება სული არის 1000 წლები, 1000-ეული წლები და მარტო 1000 წელს არ გეუბნებით. ზოგჯერ ყოფილა განცდა, რომ აი მილიონი წელი არის რაღაცა ემოციაში ვარ გაჭედილი. იმიტომ რომ არაცნობიერში საერთოდ სხვანაირად მიდის დრო. და არაცნობიერს კიდევ უფრო ღმად თუ შევხედავთ, საერთოდ სხვა სამყაროებში გადის, ესე ამბობს ეზოთერული სამყარო მაგალითად, ხო? სხვა სამყაროებში, სულიერ სამყაროებში, ან ეთერული სამყარო, ასტრალური სამყარო, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ყველგან სხვადასხვა დროის ენერგია ტრიალებს, ხო? აი, ადრეც თქვი ერთ-ერთ ვიდეოში, მაგალითად, ყურანში წერია, ესე რომ ვთქვათ, როდესაც მუჰამედი სანამ მას თავზე წყალს დაასხამდნენ, მან მოიარა 60 ჯოჯოხეთი მოგზაურა და აი რაღაცა წამების მეასეთში საკმაოდ დიდი გზა იცხოვრა იქითა სამყაროში, ხო? აი ესეთი რამ არის ზუსტად არაცნობიერში, როცა ჩავდივართ და გავდივართ ამ სამყაროდან, მატერიალური სამყაროდან, ესე რომ ვთქვათ. ძალიან ბევრს აქვს ამაზე დაწერილი, ვთქვათ, იქითა სამყაროები, ასტრალური სამყარო, ეთერული სამყარო, ეს ყველა სამყაროები სხვადასხვა დროსა და სივრცეში არსებობენ და აღქმაც სხვანაირი არის იქ დროის. აი ეს მაიმუნი მინდა განახოთ, რომ ვეძებდი 6 საათი წიმაში, სახურავზე რომ დავდიოდი. ჯერ როგორ ავედიო და კენახათ. არაფერი არ არის, კედლებს ავბობყდი. და სახურავზე ვეძებდი ამ მაიმუნს ეს ვის არიცი და თურმე ეძინა და 6 საათი ვეძებდი, მეგონა დაიკარგა და ყვა ვიწუწკდა აქ. ხო და აი როდესაც თქვათ ამ დროსა და სივრცეზე ვსაუბრობთ, ხო, სხვადასხვა დროსა და სივრცეში, აი ესე არაცნობიერში საერთოდ სხვა ემოციები თავის ცხოვრებით ცხოვრობენ, რომელთანაც არც ცდომა არ აქვს, არც გაცნობიერება არ აქვს. ნელ-ნელა ეტაპობრივად რაღაცები ამოდის ხოლმე არაცნობიერიდან და შეგვიძლია ეს კიდე დავაჩქაროთ კიდე და უფრო ცნობიერი გავხადოთ, რაც ქვეცნობიერში დევს. როგორ შეიძლება ახლა ეს ერთ-ერთი კარგი მეთოდოლოგია რომ შემოგთავაზო, როგორ შეიძლება ამასთან კონტაქტი. საერთოდ არის ესეთი, ადრეც გითხარით, 1100 ვიდეო მაქვს ჩაწერილი და იმდენი საათები და სადღაც ახლა რაღაცა შეიძლება ვთქვი, ვცდილობ ხოლმე რომ არ გავიმეოროთ და განსხვავებული რაღაცებს შემოგთავაზოთ, მაგრამ შეიძლება იყოს განმეორებული. არის როგორ რაღაც იცით, ფსიქოდრამაში, როდესაც მაგალითად რაღაცა ტრავმა აწუხებს ადამიანს და ამას გაითამაშებენ.
აი, მე როგორ რაღაცას ვიყენებ, იცით, აი თუნდაც ხშირად როცა მოდიან ხოლმე თერაპიულად ჩემთან და ვხვდები, რომ ახლა აქ არც რუკა აღარ არის უკვე აქტუალური, არც რაღაც დარიგებები, აქ არის გაჭედილი ემოციაში ადამიანი, ხო? აი ვატყობ, რომ სადღაც ცხოვრობს მასში რაღაც ენერგია, რომელსაც ეს ვერ აცნობიერებს, ხო ადამიანი? და მან რას ვაკეთებ ხოლმე, იცით? აი ამ ემოციას ვაძლევთ სხეულს. ადრეც გელაპარაკეთ მაგაზე, მაგრამ კიდე ცოტა სიღრმისეულად მინდა აგიხსნათ. აი მაგალითად, შეიძლება აი ფსიქოსომატური პრობლემა გქონდეს, კუჭი გტკიოდეს, ხო? და როდესაც ჩავდივართ კონცენტრირებულად კუჭთან, აი მთელი ყურადღებით ჩავდივართ კუჭის ზონაში მაგალითად და მას ფორმას ვაძლევთ და მას ვაცოცხლებთ. აი აქ ფანტაზია გვეხმარება ძალიან. ოღონდ ეს ფანტაზია არ უნდა იყოს ტვინიდან წამოსული, უნდა იყოს შეგრძნებებიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თვალების დახუჭება და საკუთარ თავში წასვლა და არა სადღაც მედიტაციურად სხეული დამოწყვეტა და დაფრენა სხვა სამყაროებში, ხო? ზუსტად ეს სამყაროები და ყველაფერი აქ არის. როდესაც მეც ახლა ჰიპნოთერაპიაზე ვიყავი, მაგალითად, აი აქედან გავედი, იქითა სამყაროებში, გარეთ არ გავსულ არ, საკუთარ თავში ჩავედი და გავედი ეგრევე და მე მივხვდი, რომ ჩვენ სხეულში არის ყველანაირი პასუხები და ჩვენ სხეულში შიგნით არის მთელი სამყარო, რასაც ქვია და აგიხსნით ახლა ეს სხეული, როცა ვლაპარაკობ, აი ამ სხეულს უნდა მიცეთ ცოტა სხვა აღქმა, ხო? მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ ახლა ფსიქოსომატიკაში, თუნდაც ყველა ორგანოს აქვს თავისი ემოციური სტრუქტურა, ყველა ორგანო გამოხატავს ჩვენში რაღაც ემოციას. ახლა წინაზე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი თერაპიულად ძალიან კარგი ადამიანი იყო იმ კუთხით, რომ აიგრევე ჰქონდა საკუთარ თავთან კონტაქტი, ხვდებოდა ყველაფერს ძალიან კარგად და ჰქონდა პრობლემა, რომ აი ფეხების კივილები მაქვს ხშირადო და ნელა რომ დაუწყეთ ამ ფეხებთან დავაკონტაქტეთ, წავედით, გავაცოცხლეთ ეს ფეხები, მივეცით ხმის ამოხების უფლება ამ ფეხებს და ავალაპარაკეთ და ნუ რაც ფეხებს ჭირდებოდა, დაგრაუნდება ჭირდებოდა. თითქოსო არა ვარო მიწაზე მყარად. და თითქოს მიწაზე შეხებისას, ხო, როდესაც დადიოდა ეს ადამიანი, ფეხების კივილი ჰქონდა. იმიტომ რომ უმძიმდა ფეხებს იმისის, რომ მე არ დამიდგია ჯერ ფეხი და მე როგორ რაღაც მოხდა, იცით, თითქოს აი ამ ტექნიკების გამოყენებით დგებით, მთლიანად მიწასთან ყარ კონტაქტს ვახორციელებთ, ქუსლებით ყარად დგებით მანდ და მან თელი ეზოთერიული თემა მიდის სხვათა შორის კონტაქტი სიღრმესთან, ხო, ენერგიასთან პირდაპირ დამიწება, აი როცა მე ვეყრდნობი დედამიწას ძლიერად და აი ესეთი განცდა ჰქონდა ადამიანს, თითქოს პატარა ბავშვი რო ფეხს აიდგამს და ცოტა რო ბარბაცებს და აი ჯერ რო აი დროუნდა, უნდა ვიმეცადინო, აი თვითონ მიხვდა რომ ფსიქოლოგიურ დონეზე აი ამ ხელა ადამიანი არის და ფსიქოლოგიურად არ ქონდა განცდა, რომ ყარად იდგა და ფეხებს დადიოდა მიწაზე. იმიტომ რომ იყო სულ თითქოს აი სულ ჰაერში ვარ გამოკიდულია, თითქოს ესეთ შეფსება ჰქონდა. ოღონდ ეს ესეთი არ იყო, რომ აი ტვინში მოდის და ამას ვაცნობიერებს. საერთოდ არ ქონდა აღქმა მისი, რომ ესე შეიძლება და ყოფილიყო. აი უცებ რო ამოხტება თერაპიულ პროცესში, ხო? და შემდგომ მიხვდა, რომ აი ის დაგრაუნდება ფეხების მყარად დგომა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის. ანუ მთელი ჩვენი სხეული, როდესაც სხეულთან კონტაქტს ვახორციელებთ, შიგნით თურმე რა ხდება ჩვენში, რა პროცესები მიმდინარეობს, ამას ვხედავთ. და არა ტვინში რა აზრები მოგვდის. ეს საერთოდ სხვა სამყარო არის ტვინის აზრები და სხეულში ჩადებული ემოცია საერთოდ სხვა სამყარო არის. ეხლა აგიხსნით ამას. საერთოდ როდესაც სხეულზე ვლაპარაკობთ, სხეულთან კონტაქტს, ეს არის შეგრძნებები. სხეული გვაძლევს ხო ამ შეგრძნებებს, ან ტკივილის შეგრძნებებს, როცა რაღაცა გტკივა, ან შფოთვა გაქვს, მაგალითად, ხო? აქ პირდაპირ უნდა გავიდეთ ემოციასთან, მივცეთ მას სხეული. აი მაგალითად, მაგ ხოლმე მე შფოთვა. ოღონდ შფოთვა, ხო მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და შფოთვა როგორ იცით, აი ერთ ადგილას ესე დიდ ხანს ჯდომა, ბოლო პერიოდი არის აღარ და
აი მინდა რაღაცები ვაკეთო მუდმივად და არ მაწუხებს, არც არავის არ აწუხებს, მაგრამ მივეცი როგორი რაღაც ხელს იცით? აი ვატარე ჯერ წარმოსახვით ჩემი ფანტომი, მოდი ესე ვთქვათ, ჯერ ვატარე როგორც ცხოვრობ ისე, როგორც მოქმედებ და მერე დავსვი წარმოსახვით და ვზივარ და აი ხა რატო კარგი ხარ ვთხარი, რა გაშფოთებს? მოდი დავრჩეთ ერთ ადგილას და აი რო გავაჩერე ჩემი ფანტომი, ესე რომ ვთქვათ, აი მად მივხვდი რა არის შფოთვა, სად გავბივარ, რა მოусვენრობა მაქვს, მქონდა განცდა, რომ სადღაც დროს ვკარგავ, სადღაც არ ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე. და ამ დროს ზუსტად ის იყო, რომ აი ესე რომ დავბივარ, ვერ ვაკეთებ კონცენტრირებას და უფრო მართმევს ეს დროს, რომ დავბივარ, ხო? და მე ჩავეკითხე ამ ჩემ თავს, ხო? ეს გიყვებით, აი როცა ადამიანთან ხარ, მოდიან რუკას, ახლა მე ერთ გეტყვით, რომ ჩემთან ხარ კონსულტაციაზე, მუდმივად მაგ კონსულტაციები არც შაბათ-კვირა მაგ არ ვისვენებ ხოლმე და ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ჩემი საქმე და დღეში ერთი ან ორი ადამიანი ყოველთვის არის ჩაწერილი და როდესაც მუშაობთ ხოლმე მათთან, ზოგჯერ მეორედ მოდიან, მესამედ მოდიან, უკვე თერაპიულ პროცესში შევდივართ ხოლმე და ცით როგორი ის არის, აი ამ გამოცდილებებმა, თუნდაც ახლა მე თქვენ რასაც გიყვებით, ხო, აი ამ შფოთვაზე, ამას ვაკეთებ პრაქტიკაში, ძალიან ბევრი წელია ოღონდ და აი ამ პრაქტიკაში, თუნდაც ახლა ჩემ ვარიანტს ახლა სხვაზე რო არ მოვყვე, ხო? მქონდა რაღაც იცით, რომ აი ის რისი გაკეთებაც მინდა და ვერ ვაკეთებ, ხო? ამან მომცა სადღაც ილუზორული ვითომ ვაკეთებ და შფოთვა. და აქ გავდივართ ერთ ძალიან საინტერესო რაღაცაზე. აქ გავდივართ ნამდვილ შიდა მეზე. მართლა რა უნდა იმ არაცნობიერში, იმ ჩვენ ერთ-ერთ მხარეს, რომელსაც ზუსტად ის რისთვის მოვიდა ამ სამყაროში. ზუსტად ის რა უნდა გააკეთოს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და როდესაც იმ მეს არ უკეთებ იმას, რისთვისაც ის მოვიდა, სხეულით, ემოციით, სხვადასხვა რაღაცებით ცდილობს გამაგებინოს, რომ ეს არის მთავარი და ეს აქ გასაკეთებელი. ამ დროს როგორ არის იცით, რომ აი ერთხელ ვლადიმერ ბენაიძესთან გქონდა საუბარი და მეუბნება, რომ ერთხელ ძალიან ისე დიდხანსო გათბობის ქვაფი გაფუჭდა ერთხელ შევაკეთე მეორედ გაფუჭდაო მე აი სულო და მან მივხვდიო რომ რაღაც ენერგია თითქოს რომ გელაპარაკებაო ესეთი რაღაცა მქონდაო და დავიწყე დიაგნოსტიკაო და ძალიან საინტერესო რაღაცებზე გავედიო ეს ბიოენერგეტიკაზე ლაპარაკო ვლადიმერზე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რომ ზუსტად რომ ესე გვიკაკუნებს და ესე გველაპარაკება სხეული დაძაბულობით ან ემოციით და განსით. აი ხა ზოგს ვთქვამს ჩემთვის მაგალითად, რომ აი რაღაცა დანაშაულის შეგრძნება მაქვს და არ ვიცი რატომ. ამას ფსიქოლოგია ბევრი სხვა კუთხით ახსნის. კარმული ასტროლოგიით ეს არის წინა ცხოვრებებიდან მოდის რაღაცა მართლა დანაშაულის განცდა ან არ მოწონდა ამ ადამიანის ის ინკარნაციები ან ის ცხოვრებები რაც გამოიარა, რაღაცა მძიმე გამოიარა, სადღაც დაცემა გამოიარა, ხო? აი ეს ხელში ისევ ცხოვრობს, როგორც ემოცია. ამიტომ მე ამის ტრანსფორმაციას ვაკეთებთ ხოლმე. ამ ღრმა ემოციებში ჩავდივართ და თავი რა არის იცით, რომ იმას ხვდებით, რომ სწორი დიალოგი არის იმ არაცნობიერთან საჭირო. რა ენერგიაც არ უნდა იყოს, ახლა ჩვენი ენერგია არის, სხვა არ არის, მაგრამ ჩვენი, მოდი ესე ვთქვათ, კარმული ეზოთერული კუთხით რო ვთქვათ, ხო, სხეულში არის დაგროვილი ის განცდები, რომელიც ძალიან ბევრი ინკარნაცია მოყვება. აი, სიყვარულიც კი ან სიამოვნების განცდებს ხა მე მიყვარდა ხოლმე, ყველაზე ძალიან რაც მიყვარს, ეს არის მთვარი ან ღამეში ბუნებაში რო სიხარ და უყურებ ცას. აი, ხო, ყველას უყვარს თითქოს, მაგრამ ჩემთვის რაღაცა მნიშვნელოვანი ის იყო ეს, ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი მისტიური რიტუალური ემოცია არის აქ ჩემთვის რაღაც თითქოს რაღაც კავშირი რო გაქვს რაღაცა სხვა და ერთ-ერთ ჰიპნოზე ვნახე რომ რომელიღაცა პლანეტაზე თითქოს რაღაცნაირი უცნაური თეთრი პლანეტა არის წინ უყურებ მთვარის მაგვარი ზეგვაქვს თითქოს სულ თეთრი და შესვენების პერიოდში რაღაც მუშაობთ კრისტალებთან რაღაც ზეთ სულიერ პროცესებში ვართ თითქოს არ ვიცი და ერთადერთი ჩემ თავთან მარტო ჩაბოდი და გამოდიოდი ამას უყურებ
და ну აი ზუსტად ის ვაიბი და ის ემოცია წამოიღო, რაც მაქვს ხოლმე თითქოს აქ. ანუ თითქოს ესეთი განცდა მქონდა, რომ აი ეს რიტუალების ასიამონოც კი ეხლა რაც მე ძალიან მიყვარს, ოდესღაც ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სხვა სამყაროში ან სხვა პლანეტებზე, რასაც ეზოთერიული ასტროლოგია ამას იგივეს ამბობს მაგალითად. არ ვიცით ახლა ეს მნიშვნელოვანია და მართალია თუ არა, მაგრამ შემდგომ, როდესაც ჰიპნოთერაპევტს ვიკლებდი, ძალიან ბევრი მსგავსება ვნახე, როდესაც ადამიანები ყვებოდნენ, რომ რაღაც ქონდათ თავისი კუთხე სიამოვნება, სადაც აი ძალიან ისეთ ბედნიერად სადაც გრძნობდნენ თავს და მსგავს პოულობენ ხოლმე ეხლაც. სადაც რაღაცა განსაკუთრებული რელაქსი ექნებათ. ამიტომ კარმული ასტროლოგია ცოტა ესე უყურებს, რომ რაც ხდება მაგალითად ეხლა ჩვენ ცხოვრებაში ემოციების სახით. ის იყო ძველ ცხოვრებებში და ზის როგორც პროგრამა. ეზოთერულად რო შევხედავთ, გვაქვს აურა. მაგალითად, ამ აურას აქვს უამრავი შრეები. ამ შრეებიდან ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი შრე, სანამ ადამიანის სხეულამდე და კანამდე მოვალთ, ხო? აი, ბოლო შრეებიდან იქ ეწერია კარმა. აი, პირდაპირ როგორც წინა ცხოვრებები. და აი ეს აურული ველი ჩვენი, ხო, ენერგეტიკული ველი, სადღაც იტევს მთელს ჩვენს კარმულ ან ცხოვრების ღირებულებების თემას, მაგალითად, რა ღირებულებები მაქვს, რამდენად სწორად უყურებ მე მომავალს, რამდენად სწორად უყურებ მე წარსულს, მაგალითად, აი ყველაფერი, რაც ადამიანის შესახებ ემოციებში ლაპარაკობს, ეს ყველაფერი აურაში წერია. სადღაც თუ გვაქვს და გარღვევა, იქ ჩაკრების ზონეზე გვაქვს მერე გარღვევა, ხო, ჩაკრები ეს არის ენერგეტიკული ცენტრები. მაგალითად, მე თუ საკუთარ თავს არ გამოვხატავ და დაბლოკილი მაქვს საკუთარი თავი, აი ეს ყელის ჩაკრა არის დაბლოკილი. თუ არის მაგალითად სამყაროს სიყვარულს ვერ გრძნობ, ან მე არ მიყვარს, ან განცდა მაქვს რომ არავის არ უყვარო, გულის ჩაკრა ზიანდება. პიროვნული მე ენერგია თუ არ მიმუშავებს, გულის ჩაკრას ზიანდება, ხო? ეს ენერგეტიკული ცენტრები, როდესაც ბინძურდება და არ ატარებს ენერგიას, ისე რომ ვთქვა, იბლოკება საცოცხლე ენერგია აღარ მიედინება. ზედა სამყაროდან მოდის ენერგია და სადღაც იჭედება. მე დედამიწასთან აღარ აქვს კონტაქტი. ეს ცოტა ეზოთერულად რო აგიხსნათ. ამასთან ხდება ძალიან კარგი დაკავშირება. აი, სათითაოდ ველაპარაკებით ხოლმე ვაცოცხლებთ აი ჩაკრების გაგა და დიაგნოსტიკა თუ გვინდა. ვიწყებთ უბრალოდ ამ ენერგეტიკული ცენტრებთან დიალოგს. გავაცოცხლოთ, უკვე ჩვენი ფანტომი შევქმნათ წარმოსახვით. შევხედოთ და დავათვალიეროთ მაგალითად. შეხედო რაც ის განცდადობაში როგორ აღიქმება ეს, ხო? აი მაგალითად მუცლის ზონაში, კუჭის ზონაში როგორ აღიქმება, როგორ ვამუშავებ მე ემოციებს, როგორ ვინელებ მე ემოციებს, გარემოში რაც ხდება, წყენებს ვინელებ თუ არა, ეს ცხოვრება მოვინელე თუ არა, რაც წარსულში მქონდა. როგორ ხედავ ჩემ თავს მომავალში, მაგალითად ეს ურანული ენერგია როცა ვლაპარაკობ, ხო? მომავლის მიმართ მაქვს თუ არა შიში სიტყვაზე. ხო, მე მაგალითად ზუსტად ვიცი რომ მთავარი ჩემი არის ხოლმე შფოთვა მოულოდნელად რაღაცა ცუდი არ მოხდეს სიტყვაზე, ხო? და უკვე ვიცი რომ მომავალთან უშვებ აგრესიას. აი აქ შეგვიძლია ჩვენ შევხვდეთ ფანტომი, შევხვდეთ მომავალი მესი და დავალაპარაკოთ იქ მომავალში. ბოდიში მოვუხადოთ დროს, მაგალითად მე ესე ვაკეთებ ხოლმე, თუნდაც მომავლის დროის დინებას. ბოდიში მოვუხადოთ, იქ არის ხოლმე მე ესე სამყაროსანაც დიალოგი რომ აპატირო შენი არ მჯერა საკმარისად, არ გენდობი, არ ვარ გახსნილი შენს მიმართ, ხო? ეს ერთ-ერთი თვითმკურნალობის თემა არის. დროის მიმართ ასევე შეიძლება აი ზოგს უთქვამს, რომ აი თერაპიულად დადიან ხოლმე ჩემთან და მეუბნებიან, რომ აი მაქვს სიტყვის ამოღება არ მინდა, არ ვიცი როგორ მიიღებს ამას ხალხი. და დავგუჭოთ თვალები და წარმოიდგინეთ წინ ხალხი დგას და გიყურებს. რას გრძნობ ახლა? რა აქვთ მათ შენთვის სათქმელი, ან შენ რა გაქვს მისთვის სათქმელი? აი ეს არის ფსიქოდრამა, როდესაც ვათამაშებთ ფანტომში ოღონდ ემოციებს და ვაკვირდებით, აბა რა ემოცია მაქვს მე როცა წარმოსახვით ამ ხალხს უყურებ წინ. ვინები არიან, როგორ მიყურებენ? მე რა ემოცია მაქვს ისინი რომ მიყურებენ სიტყვაზე და იმ ხალხ ინფორმაციებში შეგვიძლია გავიდეთ აქედან შეგრძნებების დონეზე. აი წარმოდგენაც კი რო არ გვაქვს. ხა ადრეც მოგეყევით მე თქვენ ხო რომ რაღაც დაძაბულობა მქონდა და რა არის ეს დაძაბულობა ვერ მივხვდი და შევხედე პირდაპირ აი სტრუქტურულად. ყველაზე საინტერესო ის იყო როგორც კი მაშინ სხეულს უთხარი რომ
მოპატიე რომ მოგახვიეს ხვების ენერგეტიკა მეთქი თავზე, აი რომ გაბწყინდება სხეული, აი ესეთი ჩემს შეგრძნებებში მოვიდა. მე იცით სად მივდივართ, რომ ნატურა ხო ანათებს, არ ვიცით როგორ ანათებს, მაგრამ ანათებს, ესე იგი მუშაობს. აი ზუსტად იგივე პრინციპი აქვს თერაპიულად, როცა ჩვენ თავზე მუშაობთ. როგორც კი აი ამ პროცესებს ვაკეთებთ მაგალითად, აი თუნდაც ყოველდღიურად მოდიან ჩემთან თერაპიულად, ხო? და აი როცა უკვე, ადამიანსაც უნდა ეტყობოდეს, რომ რესურსი აქვს ამისი, თორე ახლა ყველასთან ესე რომ შეგვეძლოს ყველგან, მეც არ შემეძლო წლების წინ ძალიან ბევრი რამ გავიარე, სანამ ამას აქამდე მოვიდოდი რომ ესმის ახლა რასაც გელაპარაკებით, ხო? და ზოგი ისეთი მაგარია ხოლმე რომ ეგრევე თვითონ მიდიან და მიდიან. ხარშეს ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევა მქონდა. იმედი არ ეწყინება ახლა რომ ამას მოვყვები, არ ამიღიანება რთვა, მაგრამ ისელაითად მოვყვები, რომ ძალიან კარგი გოგო არის სკოლაშიც იყო ასტროლოგიურ სკოლაში ჩემთან და პერიოდულად მოდის ხოლმე თერაპიულად, აი ესეთ ცოტა ესეთ ჯადოსნურ თერაპიებს ვაკეთებთ ხოლმე. ძალიან საინტერესო თერაპია გქონდა, სესია გქონდა წინაზე. ესე იგი, როგორი რაღაც იყო, იცით, ძალიან ზედაპირულად ვიყვებით, იმიტომ რომ 3 საათიანი ჩართვა გქონდა და იმდენი რაღაც მოხდა იქ და იმდენი ისტორია გამოვიარეთ. ქონდა ამ ადამიანს განცდა, რომ რომელიღაც ცხოვრებაში რაღაც აიდუმლო ცოდნასთან ქონდა კავშირი. აიდუმლო ცოდნა რას ნიშნავს? და ბუნებასთან იყო შერწყმული ძალიან, სელინა ქალწული არის ეს გოგო. და თითქოს აი ამ ბუნების ენერგიით კურნალობდა, იქ ბალახებს ჰქვავდა, ბუნების ესმოდა, არაფერს წაკითხვაც არ გჭირდებოდა. აი აქვე იყო რა ეს ყველაფერი, ჩამოდიოდა ოსევიდან ეს ცოდნა და ვიღებდითო და რაღაც ყავდა თითქოს რომელიც ასწავლიდა ყველაფერს და მოდიოდნენ ჩვენთან სოფლიდან სადღაც შუა საუკუნეები ნახა და ჩვენ უკურნალობდითო ამ ხალხსო და ნუ სელინა ქალწული მე-6 სახლი ყავს თან. და ყველაზე ისეთი რა იყო იცით, რომ ძალიან განიცდი და რომ ეს ცოდნა სადღაც დაიკარგა. და იმიტომ რომ თითქოს მე მოვიდნენ, მე ეს ძალიან რელიგიურმა ხალხმა ეს მასქნეს თითქოს აკრძალული იყო და მთლიანად როგორც ქალსო ქალები ვიყავითო აქო და კუდიანობაში და დანაშაულესო მოკლედ და ძალიან ბევრი მოკლესო. თან შავთვარე თევზებში ყავს ამ გოგოს და თითქოს მთელი ამ თავის საქმიანობაში, ქალწულის საქმიანობაში დამალვა მოუწია. და საათღაც დაფარულად არავინ რო არ მხედავდა, მაშინ ვაკეთებდიო ამ რაღაც რიტუალებსო, ამ სცენარებთან მქონდა ურთიერთობა, ოღონდ აი სულ საიდუმლოთო. და ძალიან განიცდი და ამას რომ მაქო ცოდნაო და არ ვიციო ეს როგორ გადავიტანო რეალობაშიო, ხო? სადაც ახლა რეალურად შემიძლია ამ ყველაფრის გამოყენება უკვე, ხო? ყველაზე საინტერესო რა არის იცით, აქ არ უყურეთ მართალია, არ არის ასტროლოგიურად, რასაც ყვებოდა პირდაპირ ეს კომბინაცია იყო. და კი კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა მოყვა, მაგრამ რა იყო აქ იცით საინტერესო ჩემთვის პირადად, რომ არა აქვს მნიშვნელობა, აქ მართლა მოხდა, არ მოხდა, ეს არქეტიპები ამ ადამიანში ცხოვრობს. აქვს ზევდა, რომ რაღაცას ვერ იყენებს, რაღაც არის მასში, აი და როგორ ქონდა იცით, რომ აი მე სტრუქტურულად, აი რომ შემიძლია რაღაც ძალიან მარტივად არის ყველაფერი და ამ სისტემაში შემიძლია რაღაცის აწყობა. ეგ მას ეს აწუხებდა, ხო ხდებით? და შემდგომ წავიდით აი ამ თერაპიაში, ბოლომდე ფანტაზია ჩავთეთ, მივყევით ამ პროცესს, აი ვთქვათ, როგორ ხდება, ხა ნუ აი რუკიდან ასე თუ ისე ჩანს ყველაფერი, თან ეგ სატურნი მორიელში ყავს. ძალიან ისეთი, ანუ აი მაგიასთან, ეზოთერიკასთან, ან ენერგიებთან რო ქონდა კავშირი, ხო? სატურნი ეს არის ზოგადად, ხო? და თან ყველა საინტერესო იყო, რომ იქ სატურნი მორიელი, ლილიტი თევზი ძალიან აქტიურად ჩანს, რომ კარმულად აზიური სამყარო არის. საერთოდ როცა ჩემთან მოდიან, სულ ნახულობენ ან მუსულმანური სამყარო არის, ან ჩინური მაგალითად, ანუ რაღაცა აი ცოტა ისეთი უფრო მუსულმანური არის ხოლმე და ახლა მე ეს დეტალები არ მithქვამს მისთვის და ზუსტად ამას ხედავს, რომ ჩვენ მუსულმანურ სამყაროში ვართ და დავდივართო თავსაფრებითო და მით უმეტეს ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო მაგ სამყაროში. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ აი ზუსტად ეს განცდა ქონდა, რომ იმიტომ ვერ იყენებს თითქოს ამ ყველაფერს, რომ ქალებისთვის ეს აკრძალულია.
შევყვანეთ ამ დროსა და სივრცეში, რომ ეხლა ყველანაირად შეგიძლია, რომ ორ სამყაროს შორის იყო, იქ შენთვის იმუშაო და ალაგო რაღაცები, იქ თან პლუს მეორე სამყაროსთანაც იყო გახსნილი, ანუ ორივე სამყარო შეუთავსო ერთმანეთს. ანუ შემდგომ იყო ძალიან საინტერესო თერაპიული პრაქტიკა. თერაპიული იმკუთხით, რომ შემდგომ ამას რას უშვებით, ხო? აი, როცა აი ამ ფსიქოდრამას ბოლომდე გავყვებით, ამ წარმოსახვით თერაპიას გავყვებით ბოლომდე და ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას გვიყვება ხოლმე ეს და ისეთი ემოციები შეიძლება გქონდეს ადამიანს. ნუ ყველაზე ზედაპირული არის, როდესაც საკუთარ თავს დაინახავს ადამიანი უცებ, შიგნით, აი ამ სევდაში ჩავყვებით, ვინ არის სევდიანი და თავის თავს ხედავს ადამიანი იმედგაცრუებულს, გატეხილს და მასთან მიდის კონტაქტი მერე. და აი ამ გატეხილ მესთან კონტაქტით, ხო, იქ მერე აი ესე მიუყვებით, მოყვავს იქიდან მაგალითად შეიძლება ეხლა აი ამ გოგოს ქონდა ერთ-ერთი თითქოს ინკარნაცია, სადაც ძალიან ისეთი მძიმე ცხოვრების მამაკაცი იყო, ჭუჭყიანი, ტალახიანი და როგორც ელენა ქანწულმა წამოიყვანა, დაბანა გაწმინდა ენერგეტიკულად, აი მინდაო რომ რაღაც გავწმინდაო, ძალიან არისო დამძიმებულიო და სულ აი ამ სელენა ქალწულის იმაში ენერგეტიკაში ტრიალებდა ახლა ეს გოგო, ხო? აი სულ გაწმენდა მკურნალობა აი ამ ენერგიაში იყო. და ეს იყო ძალიან საინტერესო, ხა აი ეს თერაპიულ პრაქტიკაში ჩემთვის რასაც უყურებ ხოლმე, ძირითადად არიან აი ამ თავიანთი რუკის ენერგეტიკაში. არ არსებობს, ახლა მე დავიწყო, რომ რაღაცა უნდა დავასუფთავო და უმკურნალო და საერთოდ არ არის ჩემთან ეს, ხო? აი ეს სისუფთავე და დეტალები და ქონდა განცდა ამ ადამიანს ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მან მერე გამომიგზავნა, რომ ქონდა ესეთი მომენტი, როდესაც ზედა და ქვედა ენერგიები გაერთიანა და ზუსტად ამაზე მქონდაო წინა დღეებშიო აი ამ კავშირზეო თერაპიაო და ეს თვით-თერაპია და ეს ამოუგდო ზუსტად ეხლაც, ანუ რაც ჩვენთან შიგნით არის, აი ამას მიყვებით მე ესე ემოციურად ვაცოცხლებთ ამ ენერგიებს. როდესაც ვგრძნობთ მაგალითად აი მე როდესაც ხშირად თავის ტკივილი მაქვს ხოლმე, მიმიცია ამ თავის ტკივილისთვის ფორმა. და აი გამყოლილ ვარ, აი წავიყვანე ჩემი თავი აი ამ თავის ტკივილის მხარეში და აღმოაჩინე რომ აი სადღაც არის ძალიან დასევდიანებული და ენატრება თავისიანები. აი ესეთი რაღაც ვნახე და აი ძალიან ესე განიცდის, აი თითქოს ჩემ თავში შინაგანად ცოტა სევდიანი მოწყენილი ერთ-ერთი მე ვნახე, რომელიც ძალიან განიცდის რომელიღაც სამყაროს დანაკარგს. ისე რომ თქვა თავისიანების დანაკარგს და მე პირიქით სულ მან ვტრიალებდი. რომ სადღაც ჩემი სახლი დავკარგე, აი ესეთი განცდა და სულ მომყვება ხოლმე ეს, რომ სულ თითქოს იმედგაცრუებაში რო ხარ, რომ აი შენი სახლი დაკარგე და მე ამასთან მიდის დიალოგი, მე ერთხელ ნახე ჩემი თავი საერთოდ, ნახე რას გულისხმობ ხოლმე, ესე ფანტაზიით რომ მივყავი, აი ამ ემოციაში რაშიც ვარ, მივეცით ამას ამ ფანტომს, მივეცი სიცოცხლე და მივეცით თქვათ ფორმა. და ის მიდის და აბა რას გრძნობს, რას ფიქრობს და მეყვები მე ეს ვუყურებ და ვხედავ მის ემოციებს. ვხედავ მის შინაგან მდგომარეობას სინამდვილეში და ამით მე მიდის მკურნალობა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავაცნობიერებთ რა ხდება, რატო ხდება, მაგალითად რა დანაკარგი არის, მე ვიწყებთ ამის აღდგენაზე ზრუნვას. მანდ მივხვდი რომ სევდა რა არის ახლა, კი, დაიკარგა რაღაც სამყარო, რაღაცა პლანეტა. ოკეი, შეგვიძლია აქ პატარა მინიატურული რაღაცებით შევქნათ, ხო? ანუ ვიპოვოთ ისეთი რაღაც, რომელიც ამის კომპენსაციას გაგვიწევს. ანუ უამრავი კომპენსატორული ვარიანტები არსებობს და მე ვიწყებთ ამაზე მუშაობას. ანუ დავკარგე აღარ არის, ხო? აქ არის უამრავი რაღაც ამ სამყაროში, რისი ჩანაცვლებაც შეგვიძლია მაგალითად, ხო? ან შეხვედრ რამესთან და ცოტა გაცნობიერება თუნდაც ახლა როცა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხო, ადამიანს ახლა მქონია ესეთი თერაპიული პრაქტიკა, როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ადამიანს ახლა ბევრი ორგანო აქვს დაზიანებული, მქონია ამ სხეულთან შეხვედრა და დავლა, აი პირდაპირ ყველა იმ ორგანოს დავლა და ნელა სიყვარულის გაგზავნა. სიყვარულის რატო იცით? აი მქონია ესეთი რაღაცა, რომ აი არ მოუარა ადამიანმა თავის ემოციებს, თავის სხეულს არ მოუარა. ერთს ქონდა განცდა, რომ
უთხარი მეთქი რომ ამხელა ნაგვით გამოგტენე და აი ზუსტად ეგა მაქვს ხა ინაზეო რომ ნაგვით ამაქო გამოტენილიო და ეს ნაგავი იყო მისი გამოუხატავი ემოციები. აი მე როცა ვბრაზდები ვიღაცაზე და აი უკან რეტროფლექსიაში ვკეტავ და ვშხამავ ორგანიზმს. ეს არის საწამლავი, ჩვეულებრივი საწამლავი, ხო? არის ხოლმე ხშირად აი გულისრევები რო ქონიათ და რას ვერ იღებ, რისი ამოღება გინდა უკან და აი ამ ადამიანებში ამ საქციელს ვერ ვიღებ. აი ამ ცხოვრების აი ამ ეტაპს ვერ ვიღებ ჩემში, მაგალითად, როცა გავყოლილ ვართ ამ გულისრევას, ხო? აი რომ მივცეთ ფორმა, რომ მივცეთ სიტუაცია რა არის ეს, ხო? ამით ხდება ხოლმე, ანუ ეს ხელთან კონტაქტი, ბევრს რო არ ესმის, რას ნიშნავს? მე ცოტა სხვანაირად მაქვს ხო გეუბნებით ჰიპნოთერაპიებმა, რეგრესულმა ჰიპნოზმა კიდე ცოტა სხვა ემოცია მომცა, სხვანაირად შემოხედა, როცა სხეულზე ვლაპარაკობთ, ხო? და სხვანაირად შემოხედა რა კუთხით, იცით, რომ როდესაც მაგალითად ჰიპნოზე ვნახე ჩემი სხვადასხვა ინკარნაციები, ისე რომ ვთქვათ, და ის მეები, რომელიც საერთოდ სხვანაირი იყო, სხვა რეალობაში იყო, სხვა პლანეტაზე იყო, სხვა სამყაროში იყო, აი იმათ მე რომ კინწავდი, აი ამ ემოციებს, ხო, სადღაც, აი მასე დავიწყე მე ჩემ ენერგიებთან კონტაქტი. აი მან გავედი შემდგომ, რომ ის რაცაც ჩვენ სხეული გველაპარაკება, შეიძლება გაცილებით დიდი ისტორიის ნაწილი იყოს, ვიდრე ჩვენ ესე გვგონია ხოლმე, ხო, გაცილებით ბევრი ცხოვრების წინ. ამავე დროს არის ჩვენი ოჯახური ველიც, ხო, არ არის მარტო ჩვენი ემოციები, ჩვენი სხეული ეს უცებ ციდან არ ჩამოფრენილა. ეს არის კავშირები, გენეტიკური კავშირები, ველის კავშირები ოჯახთან. ჩვენ ამავე დროს ამ ენერგიებსაც ცხოვრობთ. და ზოგჯერ ყოფილა როგორ რაღაც იცით, რომ აი ადამიანი მელაპარაკება და ნენელა ხვდება, რომ საერთოდ არ არის ის მისი და მისი ოჯახის არანაცხოვრებ ემოციებს ცხოვრობს. აი ყოფილა ესეთი რამეც, ხო, რომ აი ჩემი ოჯახი თუ რაღაცას გაურბოდა, ან რაღაცაში იყო ნეგატიურად, ხო, მე აქ შიში მაქვს მუდმივი, მაგალითად, ხო? ჩემი ოჯახი რო არის ხოლმე, რომ აი ბაბუის დაწურულმა ღვინომ შვილიშვილს მოჭრა კაბილიო, ხო? აი სიამთვილეში მანდ რა ხდება, რომ ჩემს წინაპარს თუ აქვს რაღაც არასწორი გაკეთებული და ყველას გვაქვს რაღაც არასწორი, თუნდაც წინა ცხოვრებებში ეზოთერულად რო შევხედოთ, ხო? რაღაც არასწორი თუ აქვს გაკეთებული, მე იმაში აღარ მიმართლებს. და ვერ ხვდები რატო არ მიმართლებს. აი თუნდაც კარმულ დონეზე როცა პირად ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ხო? კარმული ასტროლოგია ეძახის, რომ თუ წინაპრებმა აქ მიქარეს რაღაცები, ესე იგი მე წინა ცხოვრებებში მივქარე. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს ხო მაინც მე მომყვება, ანუ პლუს მემატება აქ პრობლემები, ხო? იმიტომ რომ წინაპრების ცალკე არის პლუს და ჩემიც ცალკე არის, ხო? ანუ ორმა გადმიწევს ამ ყველაფრის უკვე დაძლევა. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი და ჩვენ შეიძლება არ გვახსოვს, მაგრამ არის ხოლმე აი როგორ რაღაც იცით, აი გვარიც რო ილევა, ორი შემთხვევა არის აქ, შეიძლება ერთი რო თავისი ამოწურა, თავის მისია ამ გვარმა, ან მეორე შემთხვევა შეიძლება იყოს იმდენად დამძიმდა უკვე გვარის ენერგეტიკული ველი, რომ უკვე ვეღარ ასწორებენ ამას, ხო? აი ესეთი რაღაცაც არის ხოლმე, უკვე ცოტა მე მიდის იქ გვართან დიალოგი, მაგალითად, საკუთარ გვართან დიალოგი, იქ წარმოსახვით მე მქონდა სხვადასხვა ერთი დიდი ბებია, შუა თერაპიაში უცებ დავინახე და მქონდა დიალოგი და მე გამიკვირდა საერთოდ არ ვცნობდი ამ ბებიას, გარდაცვლილი იყო მე რომ დავიბადე და მქონია ძალიან ისეთი სერიოზული კავშირი. მე ესე დავინახე. მე მიდის ხოლმე მათთან დიალოგი, იმიტომ რომ გვარს აქვს რაღაცა მისია. ამასაც ფსიქოდრამით ვაცოცხლებთ ხოლმე, იცით? აი, როდესაც შევდივართ უკვე გვარის ველში, ანუ ეს რაც ახლა მე ამ სხეულებრივ თემაზე მოგიყევით, იგივე ხდება მე გვარის ენერგიაში. ფსიქოდრამაში აი ყველა ამ ხალხს ვიღებთ, ვინც კი ყავს გარშემო, ან არიან ისეთები, რომელიც შეიძლება საერთოდ არც ვიცნობდი და ვიწყებ მათ ფანტომთან გაცოცხლება სადღაც, რომ მათ ველში რა ხდებოდა, ენერგეტიკულ ველში და ეს როგორ მოქმედებს ახლა აი ამ ჩემს გვარზე, ხო, ჩემს მაგალითად ოჯახის წევრებზე. აი ესე ძალიან საინტერესო არის, ესეც ძალიან ბევრ ისტორიას გვიყვება ხოლმე მე, ხო?
და მოკლედ ძალიან არ მინდა ახლა რომ გამეწელოს იდეა მაინც მინდოდა გადმომეცა შეიძლება ახლა ნაკლებად აინტერესებთ ხოლმე ესეთი ინფორმაციები უფრო ტრანზიტები და ესეთი აინტერესებთ მაგრამ ძალიან მინდოდა ამ კუთხითაც თქვენთვის ცოტა განსხვავებულადაც შემეხედებინა თქვენთვის თერაპიულ პროცესში საკუთარ თავთან მკურნალობა წარმოსახვით აი ამ ფსიქოდრამას რო ეძახის გეშტალტი და ჩემთვის ეს არის წარმოსახვითი თერაპია. აი ამით გაცილებით მეტს ვაღწევ ვიდრე წავიდეთ და თერაპიაზე ბევრი ვიტიროთ მაგალითად ხო და ან ვილაპარაკოთ კოგნიტურად გაუთავებლად. აი ამ პრაქტიკებში ამ ნამდვილ სხეულთან შეგრძნებებში ცხოვრება ვიცხოვროთ ის რაც მიჩუმებული არის და საერთოდ ვერ ვხედავთ გაცილებით ეფექტური არის ვიდრე წლობით გაიწელოს უბრალოდ თერაპია ხო? მე ამას ვხედავ ხოლმე და ეს მინდოდა თქვენთვის გამიზიარებინა. შეიძლება ახლა ისე როცა მაგალითები ნაკლები არის ისეთი პირად ველში უფრო სხვანაირად ხვდებიან ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც თეორიულ დონეზე მეც ხონდა იცოდეთ, რომ ახლა ვერ მაიცით, მაგრამ მაინც კიდე უფრო სხვანაირად შეგეხედათ. იმედია რომ დაგაინტერესათ ეს ვიდეო, იმედია. სხვათაშორის ერთი მაინც გეტყვით 2 აგვისტოს ასტროლოგიური სკოლა გვეწყება. ძალიან საინტერესო თერაპიული, იქაც გავდივართ ხოლმე ზუსტად ამ ფსიქოდრამასაც. წინა კურსი ჯგუფური თერაპიების, რაც მქონდა, ხვეწავ უფრო და ახლა საერთოდ უკვე სულ სხვანაირად ვატარებ, ამას ხვდები ხოლმე უკვე თქვათ. ჯგუფს რა ჭირდება წინა ჯგუფთან საერთოდ სხვანაირი შეხვედრა მქონდა, ეხლა საერთოდ სხვანაირი მქონდა, ანუ თვითონ ველს ეთყობა, იცით, აი ჯგუფი როგორი არის, იმას მივყვები მე. და მაგით ხვდები, ხა ეს ბოლო ჯგუფი იმდენად კარგები იყვნენ, მართალი რო გითხრათ, რომ გაცილებით სერიოზულად ვიმუშავეთ ამ ჯგუფთან, მეტი დროც მქონდა, მეტი ჩართულობაც, ჩართვა გვაქვს ერთმანეთთან, აი კარგად ესმოდათ, ანუ კარგი ჯგუფი აღმოჩნდა იმ აი ბოლომდე გამომწურეს, ესე რომ ვთქვათ, კარგი კუთხით და საერთოდ ეგ ველში ვინ შემოდის და როგორი შემოდის, ამაზე ძალიან ბევრი არის ხოლმე მერე დამოკიდებული და აი ამ სკოლაში გვაქვს აი ეს წარმოსახვითი თერაპიებიც ვასწავლე ხოლმე, როგორ იმუშავონ თავის თავზე, ეს ხო არ არის მარტო სასწავლო, ხო ეს არის ადამიანი რომ დაეხმაროს თავის თავს, გაერკვეს მაგალითად აი ამ ასტროლოგიას რა უნდა გაუკეთოს, როგორ მოარკვოს თავის თავში, აი უფრო ამ კუთხით ამაქვს ხოლმე ეს ჯგუფური თერაპიები. სასწავლო კურსი და ორთვიანი არის, ვისაც გაინტერესებთ, ივენთიც დევს ყველაფერი და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, მართლა ძალიან განსხვავებული არის და ძალიან დიდ სიღრმეს და დიდ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ეზოთერულ, ასტროლოგიურ ცოდნას ვიძლევ ხოლმე. აქ რაც კი რა ამ წლების განმავლობაში დამიკროვებია და გამიხარდება თუ შემოგვიერთდებით და დროებით მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო აი ამ პატარა მაიმუნთან ერთად.